გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast. დღეს ჩემი სტუმარია ნატა ბულეიშვილი, ცნობილი ვლოგერი, პიროვნული და პროფესიული პროგრამების ავტორი და ასევე მან შექმნა თავისი საავტორო პროგრამა, რომელსაც ქვია გაბედე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით. გამარჯობა თაკო, აქ რო ვარ ძალიან. მე ძალიან მიხარია. მადლობა მოწვევისთვის. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და თან ისე ხშირად გიყურებ ხოლმე Instagram-ზე, რომ მგონია რომ ძალიან კარგად გიცნობ. ასევე. მოდი მოგვიყევი ამ შენი, ესე იგი, პროგრამის შესახებ. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე ძალიან მეხმიანება ეს გაბედეს ესე იგი თემა, იმიტომ რომ რეალურად ხო ეს ჩემი პოდკასტიც მაგ ნაწილში გადის, რომ გავბედე, რაღაც შიშები მქონდა, გადავლახე, დავუპირისპირდი და პრინციპში დღეს ვაკეთებ იმ საქმეს, რისიც ძალიან მეშინოდა. დაგრძნობ ხო როგორ გაიზარდა, კი, რა თქმა გამოყვეთი უნდა. კომფორტის ზონით. ზუსტად მაგიტო შევქმენი მეც, ზოგადად ვფიქრობ, რომ გაბედული ტიპაჟი ვარ. ხშირად ვერ ვბედავ, მაგრამ აქ ხოლმე პერიოდები, აი წელიწადში ერთხელ რაღაც დიდ ნახტომს ვაკეთებ და ნუ ერთ ბოლო ყველაზე დიდი გაბედვა იყო სამსახურიდან წამოსვლა, მადრიდში ვმუშაობდი. ეგ იყო ის საქმე, ის ქალაქი, ის გარემო, რაზეც ვოცნებობდი სულ და გარანტირებულად ყველაფერი რომ მქონდა. მაგ დროს უბრალოდ ვიგრძენი ძალიან დიდი სიცარიელე და მივხვდი რომ უნდა წამოსულიყავი მადრიდიდან. ეს ნიშნავდა ძალიან სტაბილური შემოსავლის დაკარგვას, ბინადრობის უფლების დაკარგვას, თან პოლიტიკური ამბები ძალიან დაძაბული იყო და ნუ ეგ იყო ჩემი გაბედვა, რომ წამოვედი და დავიწყე იმ თემაზე საუბარი სახალხოდ, რაც წლებია ყველაზე მეტად მიყვარს და რასაც პრინციპში იმ სამსახურშიც მაგას ვაკეთებდი საერთოდ. სხვა თანამდებობაზე ვიყავი, მაგრამ აი მაინც პიროვნულად განვითარებაში ვეხმარებოდი ყველას. და ის სულ მაგას ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიყავი. დაწყებული ბაღიდან, დამთავრებული დღევანდელ დღემდე და უბრალოდ გავრისკე და დავიწყე ვიდეოების ატვირთვა Instagram-ზე. ძალიან მეშინოდა, ზოგადად არ ვიყავი სოციალურ ქსელებში არასდროს აქტიური. პირადი გვერდი როცა მქონდა, ვიყავი ძალიან პასიური. აი წელიწადში 1-2 პოსტი დამედო და არ მიყვარდა გამოჩენა რა, სულ ვიმალებოდი და რაღაცნაირად ძალიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის ცხოვრებაში, რომ ეგ მექნა და გამებედა. და ნუ მას მერე უკვე წელიწადნახევარი გავიდა და აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ამან მომცა შთაგონება, რომ მინდა იგივეში დავეხმარო სხვებს. ფაქტობრივად. და აი რა იდგა იმის უკან, რომ იმალებოდი და თქვათ გეშინოდა გამოჩენის, იმიტომ რომ რაღაც მარაჩვეულებრივი გარეგნობა გაქვს და ხო, ანუ ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა. აი რა ხდებოდა შენში, რომ მოგვიყვე, რომ თქვათ სხვასაც თუ ეხმიანება, საინტერესო იქნება. ხო, გარედან ყოველთვის თვლიდნენ ჩემი მეგობრები და ნუ ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ძალიან თავდაჯერებული ვარ, ძალიან მომწონს ჩემი თავი. მაგრამ შინაგანად საკმაოდ დიდი პრობლემები მქონდა თვით შეფასებასთან. დღესაც ეგ იარა მომყვება სულ, უკვე შევეგუე რომ ეს არის ჩემი რაც იდენტობის ნაწილი და ნუ ეს გამოწვეული იყო ბევრი ბავშვობის გამოცდილებებიდან და პატარა ტრაუმებიდან აქა-იქ. ზოგადად ხო მე მოვდივარ ესეთი წარსულიდან, სადაც მქონდა ძალიან ესეთი დეპრესია, ღრმა და დიდი ცვლილება განვიცადე რა ცხოვრებაში და მაგ გამოცდილებებმა რაც მქონდა ცხოვრებისეულმა ჩამკეტა და მე ობიექტურად საერთოდ ვეღარ აღვიქვამდი ვერც ჩემს გარეგნობას, ვერც ჩემს ინტელექტს, ვერც ჩემს პოტენციალს, ყოველთვის მეგონა რომ სხვები უფრო მაგრები იყვნენ ვიდრე მე, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად მქონდა ის რაც წვა, რომ აშკარად ვიცი, რომ შემიძლია. აი რაღაცა თუ გადავტეხე, ხო, ეს ფსიქოლოგიურად თუ გამოვძვერი ამ ნაჭუჭიდან, ხო? ვიცოდი, რომ შემეძლო. ხო, იმიტომ რომ ვიღაც ადამიანები, ვისაც ვედრებოდი, ხვდებოდი, რომ არც ინტელექტუალურად, არც უნარებით შეიძლება ჩემზე ბევრად წინ არ იყვნენ, ხო? აი მაგრამ ხო, რაღაც ხრივ მადლიერიც ვარ, რომ ეს პრობლემა მქონდა, იმიტომ რომ და მაგ დღემდე რაღაც მომენტებში, რაც მგონია ბუნებრივია, მე მგონი ყველას გვაქვს ეს თუ ისე.
მგონია რომ ეგ მაძლევს დღეს იმ სიღრმეს და აი ცოტა უფრო ფაქიზად უდგები ადამიანებს, რომლებსაც იგივე პრობლემა აქვთ, გრძნობ და ამ ჩემი გამოცდილებით ვაჩვენებ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა შეიძლება რომ მართლა შენი ოცნების ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება რა. ანუ ეხლა რაც ხდება, ეს ოცნების ცხოვრება 100%-ით. და გეგონა რომ ესეთი იქნებოდა, რომ დაიწყე, თუ აი ეხლა მიხვდი, რომ შენი ოცნების ცხოვრება მიიღე, რეალურად უკან რო იყურები. კაი კითხვა. ვხედავდი. მანიფესტაციებს ეს რაღაცა ის მაგაცრილი ვარ თითქოს მაგ სიტყვაზე და არ უნდა ვიყო, იმიტომ რომ მანიფესტატორი ვარ ბავშვობიდანვე რა, სანამ მაგ სიტყვას გავიგებდი, ვხედავდი და ეგ იმდა. ნუ ოცნებას ვეძახდი ჩვენ ბავშვობაში, ამას მე დაერქვა მანიფესტაცია. ვიზუალურად რო ხედავ და აი მანდ რო ხარ. სულ ეხაც ხო? კი, ეხლაც. ანუ იმასაც ვხედავდი, რომ აი მაგალითად ვიღაცის წინ ვზივარ და ვსაუბრო. მაგიტო ვიცახი რომ ოცნება არის რა, ეს მინდოდა სულ. ვხედავდი ზუსტად ამ ვიზუალებს, მაგრამ აი მართლა მე ეგრე აღვიქვავ საერთოდ და აი წარმოვიდგენდი როგორ ვზივარ წინ ქალების ხედან და აი გვაქვს ეს რაღაც ერთმანეთთან ძალიან ღრმა კავშირი. ამ ყველაფერს ხედავდი, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი იყო. იმდენად სხვაგან ვიყავი ემოციურადაც და ცნო გარემოც რომ ხო ძალიან დიდი ეჭვი მეპარებოდა რა. არ მჯეროდა, ხო. რაღაც ნაწილს ჯეროდა, რადგან გავაგრძელე. ცნობიერად თითქოს არ გჯეროდა. ხო, აი მგონია რომ შინაგანად გჯეროდა და იმიტომაც მიიღე, ხო? მჯეროდა, კი, მაგრამ აი ვიცოდი რომ ნახტომი უნდა გამეკეთებინა რა. აი სხვა შემთხვევაში აი შინაგანად უნდა შევცვლილიყავი, აი ძალიან დიდი ნახტომი უნდა გამეკეთებინა. ხო, უნდა გამეკეთებინა. თორე ისე უბრალოდ ეგ მოვლენები თავისით არ დაალაგდებოდა და ნუ ამ გაბედვას რეალურად უკან მთელი რაღაც პროცესი არის ხო ამ გაბედვის უკან მარტო ის ხო არ არის რომ მიდი ადექი მიაწექი ხო და გააკეთე ძალიან ბევრი შიში დავინახე მოლოდინები რაც მეგონა რომ ჩემს ოჯახს ჰქონდა ჩემ მიმართ რომ აი კაი უნივერსიტეტში ისწავლე, კაი სამსახური გაქვს, ბრუნდები საქართველოში და იწყებ რას. კარგად რო აგვიხსნა. რაც მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დროს არ უთქვამთ. და შესაძლოა ეს ჩემი ტვირთი იყო და არა მათი. მაინც მქონდა ხო ეს შიში, რომ სხვები რას იტყვიან. რო არ გამომივიდეს და ყველამ გაიგო საქართველოში რომ ვცადე და არ გამომივიდა მე როგორ გამოვყო ქუჩაში თავი თან ხო ჩვენი რაღაც მიკრო სამყარო კიდე ყველა ერთმანეთს რო იცნობს და კიდე ამძიმებს სიტუაციას ხო ან მაგიტო ეს პიროვნული ზრდა არის და სულიერი ზრდა არის შენი საქმის დაწყება ზოგადად თურმე ყველაზე სწრაფი ხელსაწყო არის იმისთვის რომ შენ პიროვნულად განვითარდე იმიტომ რომ თუ ვერ განვითარდები, ვერ შეძლებ. აი თუნდაც გაყიდვა, ხო? ძალიან მარტივია ჩემთვის სხვისი რაღაცის გაყიდვა და გაყიდვების სფეროში ცოტა ხანი ვმუშაობდი ესპანეთში და აი შემიძლია რაღაც სერვისი მივყიდო მაგალითად დიდ კომპანიას ძალიან თავდაჯერებულად, მაგრამ შენს თავს როცა ყიდი, შენს გამოცდილებას, შენს ენერგიას, შენს ცოდნას აი მან ქალებს განსაკუთრებით ძალიან ბევრი შიში გვიაქტიურდება, რომ ვიმსახურებ ამას, ხო? ვარ ამის ღირსი, ან შემიძლია ეს პასუხისმგებლობა ავიღო და თვითონ ეგ პროცესი არის შინაგანად ძალიან გარდამტეხი რა, ძალიან შევიცვალე. ყველაზე სწრაფი ნახტომი მოხდა მას შემდეგ, რაც გავბედე ნამდვილად. ხო და აი მოგვიყევი აბა უფრო დეტალურად რა იყო ის მნიშვნელოვანი ვთქვათ თვისებები, რაც შეგეცვალა. ვთქვათ აი რა ტრანსფორმაცია განიცადა. თავდაჯერებლობა გამეზარდა ძალიან. თავდაჯერებლობა ზოგადად არის, მე როგორც ვხედავ, ვასწავლით ხოლმე ერთმანეთს გარედან როგორ გამოჩნდეთ თავდაჯერებული, ხო? ან ბევრი ხრიკი არსებობს, რომ შენი რაც body language როგორ შეუსაბამო მაგას ხო როგორ ისაუბრო ჩემ შემთხვევაში ყველაზე მეტად
თავდაჯერებლობა მეზრდება, მაშინ როცა აი ამ დაბრკოლებებს ვეჯახები, თვალს უსწორებ და მე ვლახავ. მაგალითად, თავიდან რო გამოვჩდი და აი თავიდან როგორ დავიწყეთ აკო იცი, რომ შემრცხვა ქართულად გვერდის გახსნა და დავიწყე ინგლისურად. ყველა დავბლოკე. ვისაც ვიცნობდი. საქართველოში. კი, აი ქართველი მეგობრები, რომლებიც რეალურად ხო მე ხვდები, რომ თუ ვინმეს უნდა რომ ცუდი გისურვოს მეგობარი არ არის, მაგრამ ნუ შეიძლება ზეგავლენა შენზე ჰქონდეთ. ქართველი მეგობრები დავბლოკე და ყველა ჩემი თანამშრომელი ესპანეთში, იმიტომ რომ არ მქონდა მე უფლება და წესით ხო, დროც არ მქონდა რა იმის, რომ ცა ინფლუენსერობა დამეწყო. ნუ სამსახურიდან არ მქონდა უფლება, ხო? კი, უფლება არ მქონდა, რომ კონტრაქტში გეწერა? უფლება მქონდა, მაგრამ აი მაინც ვიცოდი, რომ არ იქნებოდა მათთვის ასიამოვნო იმის დანახვა, რომ მე სხვა მიმართულებით ვითარდები რა. ესეგები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შიში აღმოჩნდა და მაინც მიპოვა ერთმა თანამშრომელმა და გაუხარდათ, მაგრამ იქ სხვა საქმეა. ხო და აი ეს რომ გამოვჩდი, ხო, ინგლისურად და არ გამომივიდა, რაღაცა კამერას ვდებდი ხოლმე წინ და ეხლა ძალიან მარტივად გამომდის საუბარი, მაგრამ აი სიტყვებზე ვერ ვაბამდი საერთოდ, ვკანკალებდი, პანიკაც მეწყებოდა. ანუ იმდენად მეშინოდა, რომ ყოფილიყავი ის, ვინც ვარ კამერაში და აი ძალიან ბევრი კომპლექსი უცებ რა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, რომ აი ზუსტად ის აქცენტი არ მაქვს და აი ამ ყველაფერს რო ხედავ, ხო, ეგ თუ არ გადალახე, აი ეს მასალა, რაც მოგდის შენი კომპლექსების თუ არ გადალახე, გაიჭედები. ხო. და ინგლისურის მერე ცოტა რომ მოვძლიერდი და უკვე ვიცოდი ვიდეოების გადაღება, მერე გავრისკე და ქართულიც გავხსენი და ქართული რო გავხსენი, ძალიან მალე მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. და ძალიან დადებითი. ძალიან დადებითი, კი, ნამდვილად ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან დადებითი, თუმცა იყო უარყოფითი კომენტარი. ნუ ახლა მაგას ვერ გავექცევთ. ეგეც იყო ჩემი შემდეგი გაკვეთილი. ამ ნეგატიურ კომენტარებთან ურთიერთობა. ხო, აი ეს საინტერესოა. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს? ხო, იცი თავიდან ძალიან განვიცდიდი მეც, იმიტომ რომ პირველი პოდკასტი რო ჩავწერე, არ მომეწონა, რა თქმა უნდა, არ ვიყავი ესე თავისუფლად და მე თვითონ თქვათ ბევრ მინუს ხედავდი და თან ისეც არ გამოვიდოდა ეხლა რომ თქვათ ეგ წამეშალა ეგ პოდკასტი, იმიტომ რომ სტუმარი მყავდა მოყვანილი დრო დაიხარჯა და ნუ ძალიან არ მომწონდა, მომიწია დადება. და ნუ ვერაფერი ვერ ვქენი, შენ თვითონაც რო ძალიან უკმაყოფილო ხარ და ნუ აი სასწაული კომენტარები მწერეს, რომ აცადე ლაპარაკი და ეს და საერთოდ შენი აზრი არ გვაინტერესებს და დავაფიქსირე რომ ხო ძალიან რთულად ავიტანე ეს, იმიტომ რომ მე თავად არ მომწონდა. მაგრამ მე უკვე რაღაცას ისეც რომ წერენ, მე თვითონ თუ არ ვთვლი, რომ ესეა, რეაქცია არ მაქვს. ხო, რეალურად ხო, ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი შიში, რაც მე მაბრკოლებდა და ალბათ ბევრ ადამიანს, რომ ვიღაცებს არ მოვეწონები, ხო? შეფასების შიში რეალურად. კი, შეფასების შიში და იყო სულ რამდენიმე ეგეთი კომენტარი მახსენდება, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ ეგ კომენტარებიც იმისთვის არის, რომ აი მე თუ გჯერა იქ რაც წერია, ანუ ეგ შენი დაჯერება საკუთარ თავზე მართლა და ძალიან გამზარდა მაგანაც ცალსახად და დამანახა ის, რომ სხვას რო არ მოვწონდე, მე მაინც შემილია რომ გადავრჩე და მეორე დღეს მაინც შემილია რომ ახალი ვიდეო დავტვირთო და აი მართლა პრაქტიკაში გამოვცადე რომ სხვისი აზრი არ გკლავს. რაც მანამდე გონია რომ კლავს, ანუ მანამდე წარმოგიდგენია რომ ბევრად უფრო რთული იქნება მაგასთან შეჯახება, რომ სხვას არ მოეწონები, იმიტომ რომ გონება მაინც ცდილობს რომ მოგამზადოს და გონება ყოველთვის ყველაზე ცუდ ვარიანტს გთავაზობს რა, რომ დაგიცვას და მაგას იმიტომ აკეთებს, რომ საერთოდ ნაბიჯი არ გადადგა რა, ხო რჩევნია რომ კომფორტულად იყო. და აი მაგის დანახვა, რომ კი გონება მიცავს, ჩემი სხეულიც მიცავს, ეს ჩემი თავდაცვის სისტემებია, რომელიც მიყვარს, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ამაც აწინააღმდეგოთ ზოგჯერ უნდა იმოქმედო რა, იმიტომ რომ მე ეს კომფორტის ზონიდან რომ გამოდიხარ, ცხოვრება სხვა ფერებშია. მოდის განვითარება მაგ დროს. სასწაული, ხო, აი სული რო გეკურება, ეგეთი განვითარება და ხო, აი ეგეც მარტო საქმეში არ რჩება ეგ უნარები, მე მოყვება ეგ ურთიერთობებში, მე ურთიერთობებში მეგობრებთან, უცხო ხალხთან ბევრად თამამი გავხდი,
ოჯახშიც, ვინმეს თუ რამე არ მოსწონს, ან მიუღებლობა აქვს, ჩემი ეს აღარ მეხება. ანუ მთელ ცხოვრებაზე ვრცელდება ის გაკვეთილები, რასაც შენ საქმეში აწყდები. ეს ესეთი ზედაპირული რა, რაც უფრო ისეთი ბანალურია და სხვა მხრივ თვითონ ვიდეოების გადაღებას მე ვუდგები ცოტა პასუხისმგებლობით იმ გაგებით, რომ ყოველთვის მინდა, რომ იმ მომენტში, რასაც მე ვფიქრობ და ვგრძნობ, ეგ გადმოვიტანო ჩემს ვიდეოებში და ზოგჯერ მაგის გაკეთება არის ძალიან რთული. ანუ ბოდი შენში რაც ცოცხალია, ხო, იმ მომენტში ეს გინდა რომ არა გადმოიტანო. ვიღაცის გავლენით, ან არა იმისთვის, რომ რაღაცა დაამტკიცო, ან არა იმისთვის, რომ ვიღაც გამოჩნდე, იმიტომ რომ გამომწერების რაოდენობა რაც უფრო გეზრდება, მით უფრო იზრდება შენი თითქოს სურვილი, რომ რაღაცა დაამტკიცო, ან ვიღაცა გამოჩნდე რა. აი ეგ დავაფიქსირე კიდევ. აი თავიდან 2000 ფოლოვერი რომ მყავდა, ბევრად უფრო გახსნილი ვიყავი და დღეს უფრო დიდი გამოწვევაა. ეგ, იმიტომ რომ აი სულ ფიქრობ მაგ რიცხვზე და აი ეგ დავაფიქსირე, რომ მეც როგორი მიდრეკილი ვარ ზოგჯერ იმისკენ, რომ რაღაც როლი ვითამაშო. რომ აი ესეთი გამოვჩდე თუ ისეთი გამოვჩდე და ზოგადად ინსტაგრამის გვერდი რო გაქვს, მაგას გასწავლიან კიდევაც. რა რომ შენი ბრენდისთვის ეგ მნიშვნელოვანი არის და აი ჩემს იდენტობასთან ძალიან ბევრი კითხვა დავსვი რა საბოლოო ჯამში, რა მართლა რის იმჯერა. იმიტომ რომ ეს ნეგატიური უკავშირი ზოგჯერ საინტერესოც არის. ზოგჯერ მართალს გეუბნებიან რა. კი, ჩაგახედებს შენ თავში, რა თქმა უნდა. შენს თავშიც ჩაგახედებს და უცებ დაგიმსხრევს შენს წარმოდგენას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შავი, მაგაზე ვსაუბრობ ჩემს გვერდზე. და ვიღაცა მეტყვის, რომ არა, თეთრიც არსებობს. რაზეც შეიძლება მე არ მიფიქრია და აი რაცა იდენტობის მსხრევად ძალიან აქტიურად მიდის. და აი საბოლოო ჯამში უფრო მომიწია მაგაზე ფიქრი, რომ აი ნატას მართლა რის ისჯერა. შენი რაღაც ავთენტური, მაგრამ მე ვიდეოებში სულ მაგას, ანუ ეს მიზიდავს შენში და ეს მომწონს, რომ ძალიან ავთენტური და ისეთი ხარ რაღაც ბუნებრივი, ხო? მადლობა. იგრძნობა ეს. მადლობა. ნუ საბოლოო ჯამში იქამდე მივედი, რომ ჩემს ღირებულებებშიც გამარკვია ძალიან ამ ყველაფერმა. ძალიან საინტერესოა, რომ დავიწყე ზოგადად სულიერებაზე საუბრით. მეგრე აღვიქვამდი ყოველ შემთხვევაში, რომ ზოგადად სულიერება და ამ წელიწადნახევარში მე ძალიან შევიცვალე და დღეს უკვე ვხვდები, რომ არა, აქტიური ტიპი ვარ, აი უფრო გაბედე, გააკეთე, გადალახე შიშები. რა თქმა უნდა, ამის უკან სიმშვიდე და სულიერება უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი მიუღებლობა მქონდა აი დაახლოებით 2 წლის წინ წარმატების მიმართაც რა. აი პროფესიული წარმატების. ჩაგვიშალე კარგად, აბა რას გულისხმობ? იმიტომ რომ აი რაღაც ან ეგეთი სკოლა მაქვს გამოვლილი, რაც სულიერების სკოლა რა, მე რაღაც საზოგადოებებში ვიყავი ხოლმე, ჩვენ ხომ მასწავლებლები გვყავს, ხან ვიღაცას უსმენ, ხან ვიღაცას უსმენ და ჩემს გონებაში ესეთი წესი ჩამოყალიბდა, რომ სულიერება უდრის გათავისუფლებას მატერიალური სამყაროსგან. რო თუ შენ მართლა სულიერად ცხოვრობ, საერთოდ საჭიროებაც აღარ უნდა გქონდეს იმის, რომ რაცა გაბედო და ფული გამოიმუშაო. რა უფრო აზიური ფილოსოფია, რომ ხო, გათავისუფლდი ეს, არ გჭირდება ეგოს უნდა, ეგ საქმე ფუჭი არის და რაც უფრო შეყვები მაგ ყველაფრის დევნას, მით უფრო დიდ ტკივილს განიცდი. აი ეს დაჯერება მქონდა წლების განმავლობაში. და ინსტაგრამაც და გაზიარებამაც მიმახვედრა, რომ ჩემ შემთხვევაში მე ვარ ადამიანი, რომელშიც ორივე ცოცხლობს. ბალანსი გჭირდება. ხო, აი ბალანსიც და სულ ეგეთი ტიპი ვიყავი, მაშინ უნდა უარყო ის, ვინც ვარ და ეს არ არის მხოლოდ ეგო. ხვდებიან, ზოგი ადამიანი არის ბუნებრივად უფრო, ანუ ამბიცია ზოგჯერ კარგია რა და მე რასაც ჯანს აღამბიციას ვეძახით ალბათ. ხო, აი არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ და იძახიან, რომ ამბიციის უკან ყოველთვის ტრავმა დგას და ყოველთვის ეგო დგას. შენ არ ეთანხმები ყველა შემთხვევაში მაგას. ხო, მაგრამ ხშირად არის, რომ მაგეთ გადაგაგდებს და არ მიყვარს რადიკალურად რა რაღაცების დანახვა.
მაგას მივხვდი ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ზოგისთვის ის არის სწორი, რომ როგორც განდეგილმა ისე იცხოვროს, ან თუნდაც, არ ვიცი, არანაირი ამბიცია არ ქონდეს პროფესიულ განვითარებაში და რავი, სახლში მცენარეების მოვლა გვრიდეს სიამოვნებას და არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ რაც მიზნების მიღწევა და ისინი ნაკლებად სულიერები არ არიან. აი, ეს იყო ჩემი ხო რაღაც აღიარება რა, რაც ავაღიარე და მას მერე ბევრად უფრო თავისუფლად ვარ რა. აი, რაც გამოვედი იმ როლიდან, რომ ხო, ანუ რაღაც რწმენა წარმოდგენები გქონდა, რომელიც შეგეცვალა. კი. ხო, და შენთვის ეს ძალიან ისეთი ფუნდამენტური ცვლილება იყო, როგორც ხვდები, ხო? კი, ძალიან და სავარაუდოდ კიდევ ბევრჯერ შეიცვლება მაგასაც რა თქმა მივხვდი. უნდა. და აი, მოდი ძალიან მაინტერესებს თვითონ workshop-ის, ვთქვათ, აი სტრუქტურა როგორი გაქვს. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, პორტუგალიაში იყავი წასული, ხო? პორტუგალიაშიც ვიყავი, მაგრამ ეგ არ არის დაკავშირებული მთლად ამ პროგრამასთან. გაბედეზე მეკითხები? გაბედეზე გეკითხები. გაბედეს ძალიან საინტერესო სტრუქტურა აქვს, იმიტომ რომ რამდენიმე შრეზე მუშაობთ გაბედეში. ნუ პირველი არის ხო ეს ჩვენი ტვინწყობა, ხო აი mindset-ს, რასაც ეძახიან და ეს წარმოდგენები, რაც გვაქვს რაღაცებზე. თუმცა ჩემი გამოცდილებით, ხო, ერთია რომ რაც სიმართლე დაინახო და გააცნობიერო, გაუსწორო თვალის სიმართლეს და მეორე არის რომ მე ამ სიმართლით დაიწყო ცხოვრება. ხო? რომ რაღაც აი მართლა სხეულიც გამოყვეს მაგ მოქმედებაში, ასე რომ mindset-ის და რწმუნებულებების გარდა ნერვულ სისტემაზეც მუშაობთ და სხეულზე, ასე რომ აი მთლიანი 8 კვირის განმავლობაში ვაძლევ თეორიასაც მონაწილეებს, ამ ყველაფერს ვუხსნი, რომ ჩვენ გვაქვს თავდაცვითი სისტემები და ეს ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ეგ რომ ყველა მიცოდეს, რომ შენ არ ხარ მიდრეკილი ენერგიის ხარჯვისკენ რა, ანუ არ ხარ მიდრეკილი იმისკენ, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე პირიქით. ყველანაირად, ყველა შენი სისტემა გეკაჩება იქ, სადაც უნდა რომ დაგტოვოს იქ, სადაც ხარ, ხო? დაგიზოგოს ენერგია. აბსოლუტურად, ხო, გონებასაც და ნერვულ სისტემას ხო საერთოდ და. შესაბამისად, ამას ადამიანები რო იგებენ, ხო რაღაც ხვდებიან, რომ იცი ეს ნორმალურია და მე არაფერი არ მჭირს. იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენ, რამდენ ადამიანს აქვს თვითგვემა ამის გამო და გაბრაზებულია საკუთარ თავზე. რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა პროდუქტიული ქმედების, იმიტომ რაც უფრო ბრაზდები, მით უფრო აქტიურდება შენი თავდაცვის სისტემები, იმიტომ რომ შენს ხელს მაგ დროს გონია, რომ რაღაც ძალიან ცუდი და საგანგაშო ხდება რა და ერთვება ეგრევე თვითგადარჩენის ყველა სისტემა და უფრო გჭედავს და მაგ ყველაფერს ძალიან ისეთი ადამიანური ენით ვუღეჭავ ამ თეორიას, იმიტომ რომ შეიძლება მაგ ყველაფრის მარტივად გადაცემა ადამიანებისთვის და მაგის გარდა გვაქვს ონლაინ შეხვედრები და პატარა რეალური გამოწვევები, სადაც ის ადამიანები მართლა აკეთებენ პატარა გაბედულ ქმედებებს და აი ხელჩაკიდებულები ფაქტობრივად მიმყავს ბოლომდე, რომ აი ისწავლონ ამ დისკომფორტში დარჩენა რა და შედეგი ძალიან მაგარი იყო. ანუ რეალური შედეგები იყო იმ ხრივ, რომ აი ვიღაცას ბიზნესის დაწყება უნდა და ეგნაბიჯი გადადგა ვიღაცას, რაც უნივერსიტეტში ჩაბარება და ეგნაბიჯი გადადგა და ნუ ამ ონლაინ შეხვედრებზე განვიხილავთ დაბრკოლებებს, რასაც პროცესში აწყდებიან, თვითსაბოტაჟი ძალიან ხშირია, რომ აი უკვე მისული არის თითქმის იმ მიზნის მიღწევამდე და აი მისი გონება რაღაცა ძალიან ბევრი იდეა საწვდის თუ რატომ და შეჩერდეს. ხა ეს შენ შეიძლება იყოს, ხო? და ბევრად უფრო ჩახლართული მექანიზმებიც რა, რომ აი აჯერებს, რომ ეხა ეს შენ არაფერში არ გჭირდება, ან გეზარება, ან ბევრი ვარიანტია მანდ. კი, ძალიან ბევრი. აი რა შეიძლება იყოს კიდე თვითსაბოტაჟი, ვთქვათ, მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება მაგალითები. ძალიან ბევრი ვარიანტი არის. რო გავიხსენო, ყველაზე საინტერესო რაც გამახსენდა, მეშინია, რომ ეს პროექტი მართლა გამომივიდეს და მე მომბეზრდეს. მე რა გავაკეთო? ანუ აი არც ერთი ნაბიჯი არა აქვს ჯერ გადადგმული. მაგრამ უკვე იმაზე ფიქრობს, რომ აი 3 წლის მერე ეს რომ მომბეზრდეს, მე რა გავაკეთო და
მაგის შიშის გამო რომ შეიძლება მობეზრდეს, ნუ ხელოვნურად რა თქმა უქმნის უნდა. საკუთარ თავს დაბრკოლებას. ან ვაიდა ჩემმა ყოფილმა ნახოს, ხო, ეს ვიდეო და დამცინოს, ხო, თუნდაც. და მაგის გამო მოდი ჯობია საერთოდ არ გამოვჩნდა სოციალურ ქსელებში და რეალურად რო კითხავ, არ აინტერესებს მას ის ყოფილი შეყვარებული მისწერს თუ არა, უბრალოდ ხო მიზეზებს ეძებს გაუცნობიერებლად რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას. თვით საბოტაჟი არის ერთ-ერთი ხო მთავარი, რასაც მეც ჩემს თავში ძალიან ხშირად ვაწყდები. ზოგადად სიცხადის ნაკლებობა, ეს სიცხადეც ძალიან რთული რამეა რეალურად. იმიტომ რომ ჩვენ ხო ხა ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც გვეუბნებიან რა უნდა გვინდოდეს, ხო? და რა პროფესია უნდა ავირჩიოთ და რა არის მისაღები, ხო? და რაც ძალიან დიდ სულიერ გარდასახვას მოითხოვს ის რომ შენ მართლა დაინახო შენი გასავლელი გზა რა არის და სიცხადეზე ყველაზე ისე ღრმად მუშაობ, რომ ადამიანი მართლა დაუკავშირდეს თავის სურვილებს და დარწმუნდეს, რომ აი მართლა ამ ბიზნესის კეთება მინდა რა, ან ეს არის ჩემი სწორი ნაბიჯი და მაგაში რაც სხვა პრაქტიკებით და მედიტაციებითაც ვეხმარები, იმიტომ რომ სხეულს მან ძალიან დიდი სიტყვა აქვს. ჩვენ სხეულში ვგრძნობთ ძალიან ხშირად კის, არას ან არ ვიცის. უბრალოდ გრძნობელობა გვაქვს დაკარგული, თორე აი შენ რომ მომწერე, ნატა მოდი, მე სულ ეგრე ვიღებ გადაწყვეტილებებს, სხეულს ვაკვირდები და კი. გინდა თუ არა, ხო? კი. არის მომენტები. სხეული არასდროს არ ტყვის, თუ შეგიძლია მისი მოსმენა და გრძნობა. კი, თუ უკვე გაქვს გამოცდილება, ეგეც ყველას შეგვიძლია, რომ დაუკავშირდეთ ჩვენ სხეულს. თუმცა ხო, თუ ასეთი ცხოვრებით ცხოვრობ, ბევრ ალკოჰოლს ვამ, რაც ჩემი გამოწვევა. ამაზეც ვისაუბროთ, ხო, ხშირად საუბრობ შენ ალკოჰოლზე. ადრე უფრო, ხო. რა გაინტერესებს? ანუ აი მაყურებელს უთხრათ, თქვათ, მეც ალკოჰოლს ძალიან იშვიათად ვსვამ და ზოგადად ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება ჩემთვის, ანუ შენ რაზეც საუბრობ, ძალიან გეთანხმები, რომ საერთოდ სხვა შეგრძნებებს, სხვა მართლა სიცხადეს და სხვა ენერგიებში გამყოფებს და საკუთარ თავთან საერთოდ სხვანაირი კავშირი გაქვს, როდესაც ალკოჰოლს არ იღებ. ხო. შენ სულ ეგრე იყავი თუ? იცი რა, დიდათ ეხა რო გითხრა, რომ ძალიან თქვათ ალკოჰოლს ხშირად ვსვამდით, ხო, ან ბევრს მოვიტყუები, მაგრამ რაღაც სოციალური ალბათ მომხმარებელი ვიყავი. ალკოჰოლის პრინციპში. აი, ერთ-ორ ჭიქას ესე ეხა რო ვიხსენებ, ალბათ ყველგან ვსვამდი. სადაც მიდიხარ, welcome რაღაცა სასმელი ვთქვათ. რა ვიცი, ყველგან ხო? თორე ხა ისე დიდათ არა, იმიტომ რომ ორგანიზმიც არ მაქვს ეგეთი, რომ ვიტანდე და ალბათ გამიმართლა. მაგრამ ხო, ერთ-ორ ჭიქას ყველგან დავლევდი და ეხლა მაგალითად თუ არ მიღირს ნე შეიძლება ჩემ დაბადების დღეზე ვთქვათ, ისიც თუ ვიხდი, დავლიო, ვთქვათ, ცოტა, ან აი არ ვიცი, როდის ახალ წელს თუ ისედაც სადმე ვართ, თუ სახლში ვხვდებით, არა, მოკლედ, აღარ ვიბინძურებ ალკოჰოლით ჩემს ორგანიზმს, თან ნუ ასაკიდან გამომდინარეც, ესეც არის მიზეზი, wellness-იც არის მიზეზი, მაგრამ ნუ ხო, ზოგადად ნოლი ალკოჰოლი არის ისედაც უკვე სოფლიოში აღიარებული ჯანმრთელობისთვის და მაგიტო ძალიან ვერიდები. ხო. და საკმაოდ ბოდიში დიდ აგრესიას იწვევს, როდესაც ჩვენთან თან ხა ღვინის კულტია და ძალიან დიდ აგრესიას იწვევს, განსაკუთრებით მამაკაცებში, ვისთვისაც ეს ვთქვათ სმა, სუფრა და ვთქვათ ღვინო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი სოციალიზაციის. სოციალიზაციის აქტიც და დიდი ალბათობით უმრავლესობა მათგანი დამოკიდებული არის ალკოჰოლზე და ძალიან რთულია ამისთვის იმის აღიარება, რომ ხო შესაძლოა მართლა მავნე იყოს და ურჩევნია დაიჯეროს, რომ სასარგებლოა და რაც ძალიან ბევრი კომენტარი მოჰყვა ჩემს ვიდეოსაც, რომ ნორმალურად გაგერკვია ჯერ როგორი სასარგებლოა ქართული ღვინო. ნუ მე მაგაში ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი წვეთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.
ელემენტარული გრძნობ, ერთი გეცახმოდა. ჭიქა სულ რო დავლიო მეორე დღეს ენერგია ალბათ 30%-ით დაგდებულია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი. მე თაყვა მქონდა რამდენიმე წელი აბსოლუტურად უარი ნათქვამი ერთ წვეთზეც და ეგ გადაწყვეტილება მივიღე შეგნებულად. იმიტომ რომ მე მიყვარდა დალევა, ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ სხვა ადამიანის განსჭით ზომიერების ფარგლებში ვსვამდი. მაგრამ ჩემთვის ეგ იყო გასაქცევი. ნორმატიული იყავი, ვთქვათ, ხო, ყოველდღე არ დამოკიდებული არ ვსვამდი. იყავი, ხო, მესმის. მე ვფიქრობ, რომ ვიყავი. მე უფრო მკაცრად უყურებ. მესმის, მაგრამ დამოკიდებულება მაინც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ ჩერდები. იყო ეგეთი პერიოდებიც. ანუ იყო ეგეთი პერიოდებიც, ვერ გაჩერებაში რა იგულისხმება, რომ შენს თავს შეპირდები, რომ ურჭიქას დავლევ. და მე თუ გესიამოვნა გარემო შეიძლება 5 დალიო. დალიო, გასაგებია. ხო, ან უადგილო დროს დალიო, როცა მეორე დღეს ეგ აბსოლუტურად ძალები გჭირდება და უნდა იყო ენერგიაზე და მაინცო. ხო, ძალიან ხშირია დამოკიდებულება. მე უბრალოდ ისე არ უყურებ, რომ ეს სამუდამოა. ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში. ინდივიდუალურია ძალიან. ხო, ზოგი ადამიანისთვის ეს ნამდვილად სამუდამოა და დიაგნოზსაც ვამენ, როგორც დაავადება, ხო? ჩემ შემთხვევაში ხო სულ რამდენიმე თვე რაც დავუბრუნდი, ასე ვთქვათ, გავსინჯე და რამდენჯერმე მოვწრუპე მეგობრებთან ერთად და არ გააქტიურდა, ასე ვთქვათ, ის ძველი სურვილი, რა რაც და მეორე დღეს ენერგია? რა თქმა უნდა, შეცვლილი არის კი. და აი მეც ძალიან გაცნობიერებულად ვიღებ მაგ გადაწყვეტილებას, რომ იღირს თუ არა, რომ რამდენიმე საათი ოდნავ უფრო რაღაც შეიძლება არც შემეცვალოს უკვე ხასიათი, იმიტომ რომ ისაც კარგად ვარ ხოლმე ენერგიულად. ადრეც სუდად რო ვიყავი და მეზარებოდა სხვებთან გახსნა და ანუ რო ვიმალებოდი, ძალიან დიდი სხვაობა იყო რა, რომ სვამდი ეგრევე. მეგონა რომ სხვა ადამიანი ვიყავი. ეხლა ხო, შეიძლება ოდნავ რაღაცა განსხვავება იყოს, ხო, ვის არ უყვარს შეზარხოშებული რო არის, ხო, რაც სასიამოვნო არის ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ გიღირს, ხო, საფასურს იხდი. ძალიან დიდ. აი, გემრიელი კვებაც კი ღამე. რა თქმა უნდა, მეორე დღეს იხდი საფასურს, როგორც სასმელზე, რაღაც ნაბახუსევი ვითხარ, ანუ როგორც ეძახიან პახმელიას, ვთქვათ, ჭამის რა, ყველა ვარიანტში იხდი, იმიტომ რომ ორგანიზმი ვერ ერევა ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ისიამოვნე. სულ იხდი, აი, ემოციების, ბევრი ემოციის გამოყოფის დროს ყოველთვის, აი მახსოვს ფეხბურთის თამაშზე ვიყავი 1-2 წლის წინ და ნუ ერთ სასწაულის აღამო იყო, ძალიან ბევრი ვიყვირე ვიცინა და აი მეორე დღეს რო გავიღვიძე, მეგონა რომ აი არ ვიცი მთელი ღამე კლუბში გავატარე, იმდენად გამოფიტული ვიყავი ემოციებისგან და მესამე დღეც. ასე რომ ხო, რაღაცას თუ ვიცებ, მობილიზებას მოუხდენ ძალიან ენერგიას, რაც ბუნებრივად არ გაქვს და ალკოჰოლიც მაგაშვება. ამაში საფასურს იხდი და ალკოჰოლის შემთხვევაში ბევრად უფრო დიდ საფასურს იხდი, ვიდრე ეს ჩანს გარედან. და ამას მივხვდი მაშინ, როცა აი რამდენიმე წელი საერთოდ უარი ვთქვი მის მიღებაზე და მივხვდი ეს ფსიქოლოგიურად და სულიერად რამხელა დატვირთვა აქვს სიფხიზლეს. კი. იმიტომ რომ როცა აღარ გაქვს ხო ესეთი გასაქცევი, მარტივი კარი, რომ აღარ გაქვს რასაც შეაღებ და გაიქცევი შენს პრობლემებს, გაქვს ალტერნატივა რა, რომ ან შეხვდე ამ პრობლემებს, ან არ ვიცი, თავი მოიკლა რა, პირდაპირ გაგები. შაქარზე და კვებაზეც იგივე შემიძლია, ვთქვა, ეგეც ძალიან ისეთი გაქცევის საშუალება არის. ხო, ერთი ქიმიური ნივთიერება, ხო. ხო, ყველაფერი რაც გვიცვლის ჰორმონებს გონებაში, თუნდაც ქცევა იყოს ეს, ხო, აი გემბლინგი ხო, ლუდომანია, ან ურთიერთობები. ემოციონალისტებს რო ეძახიან, ხო? ხო, თუნდაც ან აი ურთიერთობებზე დამოკიდებულ ადამიანს, რომ აი მარტო არ შეუძლია ყოფნა და ერთი ურთიერთობიდან მეორეზე გადადის, ხო, იგივე მექანიზმი არის დამოკიდებულების, რომ შენ რაღაც შინაგან სიცარიელეს და ტკივილს გაურბიხარ მაგ დროს. და ის რო აღარ გაქვს და მე გაცნობიერებულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ უნდა მქონდეს. ეხა დრო არის, რომ ამ ყველაფერს თვალი გაუსწორო. ბევრად რთული წელი მქონდა ფხიზალს, ვიდრე მანამდე მქონდა. და მარტო დარჩი შენ საკუთარ თავთან და ვერსად ვეღარ გაიქეცი და დავისწავლე. ხო. და აი ამ კურსის დროს, თქვათ, ამ 8 კვირის განმავლობაში გაქვს თუ არა ესეთი რეკომენდაცია, რომ არ უნდა, თქვათ, მიიღოს ადამიანმა ალკოჰოლი.
ამას აქცევ ყურადღებას? არა, მაგაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ არ მქონია ეგეთი შემთხვევა. ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ და ვიცი ხოლმე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ხდება და კონკრეტულად ალკოჰოლზე არ მაქვს რეკომენდაცია, მაგრამ აი თუ ხვდები, რომ ძალიან ბევრს სკროლავს ან ცდილობს, რომ რაღაცნაირად გამოეთიშოს ამ პროცესს, ხო? სულ ახსენებ, რომ გაიხსენე რატო დაიწყე და რისთვის ხარ აქ და ზოგიერთ ადამიანს აქვს მზაობა მაგის და ზოგიერთს არა. ხო, მესმის. კიდე აი მოგვიყევი კიდევ თქვათ ამ გაბედესთან დაკავშირებით, რომ მაყურებელს უფრო მინდა, რომ პრინციპში მაგისთვისაც არის ჩემი პოდკასტი, მაგასაც ეძღვნება, რომ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო. რაღაცით, იმიტომ რომ მე ხშირად მქონია რაღაც კრიზისში ყოფილვარ გამოვალ სიტუაციაში და მიყურებია რაღაცისთვის თქვათ rills-საც კი შეიძლება მოეცა ჩემთვის ისეთი ბიძგი რომ რაღაც გადამედგა ნაბიჯი და აი ამ გაბედეს პრინციპში მთავარი პრობლემა მე მგონია რომ არის ჩემ შემთხვევაში შეფასების შიში იყო. აი კონკრეტულად შეფასების შიში და როდესაც ჩავშალე რომ აი რისი მეშინია რომ ალბათ არ გამოჩნდა ვიღაცის თვალში უტვინო რომ არ გამოჩნდა ვიღაცის თვალში სულელი ან თქვან რომ აი რებს ბოდავს ახლა ეს გოგო ან მე არ ვიცი ბევრი მოკლედ რაღაც ესეთი შეფასება ხო, ახლა ვცდილობ რომ დავეხმარო იმ ადამიანს, იმიტომ რომ უცებ ძალიან ამენთო გული. ხო, შიში შეიძლება იყოს მრავალნაირი, შეიძლება ყველა ერთად გქონდეს, როგორც ჩემ შემთხვევაში იყო ეს. ჩემ შემთხვევაში ასევე ძალიან დიდი შიში იყო ის, რომ ინვესტიცია დროის სხვა რაღაცაში მქონდა ჩადებული და იქ უკვე წარმატებულად ვითვლებოდი. და წინ კაი კარიერა მელოდებოდა და აძრომა ხო იმ კიბეზე რაც ეძახიან და აი მაგას მივხვდი ძალიან კარგად რომ მე ჯერ 28 წლის ვარ ხო და ადამიანი რომელიც არის დაუშვათ 40 წლის და 20 წელი ერთ პროფესიას დაუთმო მისთვის ეს კიდევ უფრო რთული არის ხო რომ ამ ყველაფერზე უარი თქვას აი ეს შეცვლა მიმართულების არის ძალიან მაგარი რამე. პირველ რიგში მაგას ვეტყოდი და ის წარმოდგენა რაც გვაქვს, რომ აი თუ ხშირად იცვლი, ანუ რაც წარუმატებელი ხარ ან არ ხარ საკუთარ თავში გარკვეული, მე ვფიქრობ, რომ არასწორი არის. ნუ გააჩნია რა სიხშირით აკეთებ მაგას, მაგრამ ბუნებრივი არის, რომ ცხოვრების სხვადასხვა სეზონებზე უცებ აბსოლუტურად სხვა რამე მოგინდეს. ეგ არის ხოლმე მთავარი შიში ერთ-ერთი, რომ აი სხვა მიმართულებით ვითარდებოდი და ხო არ მივატოვებ მაგას უკვე ამდენი ცოდნა მაქვს. ხო. და აი ეგეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რაც იყო ჩემთვის აღმოჩენა, რომ ეგ ცოდნა არსად არ იკარგება, თურმე. აი მე საერთოდ ისეთი ისტორია მაქვს, რომ ტექნოლოგიებში მუშაობდი, პარალელურად სტუდენტი როცა ვიყავი, ხინკლის ბიზნესი მქონდა მადრიდში. არაფერში არ ვარ ხინკალი, მაგრამ რაღაცნაირად უცებ ეგ იდეა მომივიდა, რომ მოდი ტურისტებს მოვიყვან სახლში და experience გავუკეთებ რა, ეს Airbnb experience არის. და ეგ იყო ჩემი პატარა ბიზნესი და თითქოს ხო არაფერ კავშირში არ არის ხინკლის კეთება იმ საქმესთან, რასაც მე ვაკეთებ. პირველად იქ ვიგრძენი, რომ ადამიანები, აბსოლუტურად უცხო ადამიანები ჩემთან იხსნებიან. ანუ მოდიოდნენ როგორი სტუმრები, იცი, აი რაღაცა კოსტა-რიკადან ვიღაცა მადრიდშია ჩამოსული და ნახა Airbnb-ზე ჩემი შეთავაზება და მოდის ჩემთან სახლში. აი ესე ყოველდღიურად მოდიოდნენ უცხოელი სტუმრები ყველა ქვეყნიდან და ბოლოს აღარ მიდიოდნენ. ანუ ლუკასთან ერთად ვაკეთებდი ჩემს შეყვარებულთან ერთად და ბოლოს უკვე ხდები, იმიტომ რომ ანუ ბოლოს ფსიქოლოგიურ თემებზე ტრავმებს მიზიარებდნენ, მთელ ისტორიას მიყვებოდნენ და აი ლუკამ მითხრა მაშინ, რომ არ ძალიან იჭიერი ხარო მაგაშიო, რომ აი ეგრევე ბოლომდე ხსნიო რა ხალხსო, მე რო იგივე კითხვები დავსვა რასაც ჩვენს ვამო, უტაქტო გამოვხდებიო რა. მესმის. ხოდა ჩვენ ყოველთვის იმას ვიზიდავთ რა სიხშირეზეც ვართ და ანუ შენც იზიდავდი ესეთ ადამიანებს და მე გეხსნებოდნენ. კი, მე ხსნებოდნენ და მაგით იმის თქმა მინდა, რომ აი ეგ იყო ერთი ნაბიჯით მოახლოება ჩემს დღევანდელ პროფესიასთან. აი თავიდან სანამ მაგ საქმიანობას დავიწყებდი, ხო, მე ხინკლის საქმიანობას არც კი დამიშვია ის, რომ
შეიძლება ეს რამეში გამომადგეს რა პირდაპირ, უბრალოდ მაშინ მჭირდებოდა ჯიბის ფული. და შემდეგ ტექნოლოგიებში რომ მუშაობდი, ხო, ისიც ხო საერთოდ სხვა სფეროა და დღეს რასაც ვაკეთებ, უფრო რაც ჰუმანისტური სფერო. იმ ცოდნით და გამოცდილებით, რაც იმ კომპანიაში მივიღე, დღეს ვმართავ ჩემს ციფრულ სამყაროს. საიტებს ჩემით ვაწყობ, ციფრული რაღაცა community მაქვს, რომელსაც ჩემით ვაწყობ. და თვითონ ეს ხარისხის შეგრძნება რა, რომ ციფრული სამყარო როგორი უნდა იყოს, ციფრული შეთავაზება თუ გაქვს, თვლი რომ ხარისხიანი უნდა იყოს და ეგ ხარისხი და შეგრძნება და ცოდნა მომცა ამ კომპანიამ უკვე და არსად არ დაგეკარგა ეს გამოცდილება. არაფერი არსად არ იკარგება და ისე დაგხვდება წინ, რომ აი ვერც კი წარმოგიდგენია. უნდა გვჯეროდეს იმის, რომ აი ყოველი ნაბიჯი რაც ცხოვრებაში გადავდგით, მიდის იქამდე სადაც უნდა მივიდეთ. აი ეს რწმენა იმის, რომ აი სწორ გზაზე ვარ და თუ მე დღეს გული მთხოვს ცვლილებას, ანუ ეს უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ ის არ გაჩუმდება. შეიძლება გააყუჩო, შეიძლება გაექცე, შეიძლება გადაავადო, მაგრამ არ ქრება ეგ სურვილი, სამწუხარო თუ სასიხარულოდ. სასიხარულოდ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ თუ ვერ გაბედე, სამწუხაროდ. ხო, რაც დრო გადის, მე კიდევ უფრო რთულდება ფსიქოლოგიურად მაგალითწყვეტილების მიღება, რომ აი ხშირად აქვთ ადამიანებს, რომ აი 5 წელია ეს პრობლემა მაქვს და უკვე თითქოს თავდაჯერება უკვდებათ, რა, აი 5 წელი თუ ვერ შევძელი, ანუ ვეღარ შევძლებ რა. გამოცდილებას პოზიტიურსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნეგატიურსაც. დიდი ხანი თუ გვიგროვდება, მერე ვეჩვევით საერთოდ ტვინიც ეჩვევა. იმაში ცხოვრებას ხო, ნეგატიურ ჰორმონებს და ასე შემდეგ, ხო? და აი ალბათ მაგის თქვა მინდა, რომ თუ გული რაღაცას გეუბნება, უნდა დაუჯერო. თუ გეშინია, რომ დაუჯერო, ითხოვე დახმარება. ყველაფერი გააკეთე, რომ დაუჯერო ამ გულს, გადალახე დაბრკოლებები, იმიტომ რომ არ არის გულის დაჯერება ისეთი მარტივი. ყველა ადამიანი გაიცდის შიშს, ყველას აქვს რაც დანაკარგი შეგრძნება, არავინ არ ვიცით მომავალში რა იქნება და მაგიტომაც აი უნდა პროგრესულად დაიწყო მოქმედება, რომ კაი, ეხლა არ შემილია 1 წელიწადში შევძლებ. აი ეს 1 წელი რა შემილია გავაკეთო, რომ გამიადულდეს ამ გულის ხმის გაყოლა, ხო? არ ვიცი, თერაპია, კითხვა, რაღაცების მოსმენა, პატარა გაბედვები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეეჩვიოს შენი ნაბიჯების გადადგმა. ძალიან პატარა ნაბიჯები არის ყველაზე მაგარი. კი არა და დიდი ნაბიჯის გადადგმა მე მჯერა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ზოგადად. თუ ამისთვის მზად არ არის ჩვენი ნერვული სისტემაც, ხო? ძალიან დიდი ნაბიჯი რო გადადგა, თუ შენ ტევადობა არ გაქვს იმის, რომ შედეგები დაიტიო, რაც მოყვება, ხო? შენ ჩაიკეტები, გაიყინები. აი მე რო ეგრევე გამეხსნა ქართული გვერდი დაუშვათ. ხო, აი გუნა მეკითხა, შენ შემთხვევაში რა იქნებოდა? აი ეგრევე რო გამეხსნა თაკო და ყოველდღე დამეწყო ატვირთვა, უკვე ძალიან დიდ სტრესში ვიქნებოდი, იმიტომ რომ დღეს შემილია ყოველდღე, მაშინ არ შემეძლო. თვეში ერთს ვამზადებდი, იმიტომ რომ იმდენი რესურსი მიმდიოდა, რომ მეტი არ შემეძლო, მაგრამ დავუშვათ. დავდებდი და რომ იმეღო ნეგატიური კომენტარი, ალბათ გავაუქმებდი გვერდს. ალბათ, იმიტომ რომ ეტაპობრივად პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა მივიდეთ ჩვენს მიზნებამდე, მე ასე მჯერა. და ძლიერდები რა, როგორც კუნთი გეზრდება დარბაზში სიარულისას, ისევე აი ამ პატარა გამოცდილებით, რომ ნახე ერთი ვიდეო გადავიღე და დავუბრუნდი იმ საწყის სიმშვიდეს. მერე მეორეს გადაიღებ, კიდე ავაშენი სტრესი, მერე უბრუნდები და ბოლოს უკვე ძალიან დიდ სიმაღლეზე აღარ ცადის. დღეს ალბათ აი ეგრე რომ გამომიყვანოს მწყობრიდან, რა ვიცი, 100 ადამიანის წინაშე ფიზიკური რაღაცა ის უნდა ჩავატარო სამუშაო შეხვედრა. ეგ არის ჩემი შემდეგი გაბედვა. რისი ძალიან მეშინია, იმიტომ რომ უკვე კომფორტული გახდა ის, რასაც ვაკეთებ. 10 ადამიანთან, 20 ადამიანთან შეხვედრა, ონლაინ 50-თან, მახსოვს 50-ს 8-ს და უკვე ისე ვიყავი, რომ არ მინდა. 50-ზე მეტი არ მინდა. და მე ვაღიარე, რომ დღეს მე არ ვარ მეტისთვის მზად. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რისთვის ვართ მზად, არა? ხო, იმიტომ რომ მარტო რიცხვები არ არის, 50 ადამიანს შენგან უკავშირი უნდა. რა თქმა უნდა. ანუ ეგეც ძალიან კარგად უნდა გაიაზრო შედეგები რა, მარტო კი არ უნდა გადახტე და
მახსოვს, რომ შევწყვიტე საერთოდ გაზიარება გაბედაზე, რაც მარკეტინგულად შევწყვიტე საერთოდ. მეთქი 50 მყავს, მეტი ამ ეტაპზე მაშინებს. ხო, შემდეგი ნაკადი ვნახოთ. ხო, ანუ რაღაც გადამუშავება ჭირდება ამ ყველაფერს და რომ გადაამუშავებ, მერე გამყარდები და მერე ახალ ნაბიჯს გადადგამ. კი, ეს გამოცდილება უნდა გაიარო და მერე ეტაპობრივად ხდები მზად ამ ყველაფრისთვის და ანუ ეს ყველაფერი მოდის მოქმედებით. ამის თქმაც მინდოდა. ძალიან ხშირად ხედავ, რომ ამისთვის ამზადებენ წინასწარ, ხო, რომ წინასწარ შეგიძლია დაალაგო შენი აზრები, გამოერკვე შენს შეხედულებებში, მიდგომა შეარჩიო სწორი, მაგრამ ნერვულ სისტემას წინასწარ ვერ მოიყვან წყობში, მან უნდა განიცადოს. ან თითქოს სხეული ვერ წამოყვება, ხო? ვერ წამოყვება, ხო, მარტო გონებით ვერ წამოყვება, თუ ის იგრძნობს, რომ იმაზე დიდ საკეთებს ვიდრე შეუძლია, ვიდრე უსაფრთხოა. პატარა ნაბიჯზე წამოყვება და მერე დაბრუნდება მალევე საწყის მდგომარეობაზე და მერე გეტყვის, რომ კაი, ახლა ცოტა უფრო დიდი შეგიძლია. მაინც ამოვარდები მწყობრიდან ეს მუდმივად დარეგულირებულები ვერ ვიქნებით. რა თქმა უნდა. და მუდმივად მშვიდები ვერ ვიქნებით, უნდა გამოხვიდე მწყობრიდან, მაგრამ იცოდე სწრაფად დაბრუნება უკან, რომ დღეები არ ჩარჩე, ხო, იმ სტრესში, რაც გადაწვას იწვევს მერე და აი ესეთი ხო, ესეთი აი ხო ხედა უფრო ჰოლისტური რაც ეძახიან რა, იქ ნერვული სისტემა მიდგომები, ჩემი გამოცდილება. ჩართულია, ხო, სხეული გონება. და შემოქმედებითი სავარჯიშოები გვაქვს წერის, რაც წელს აღმოვაჩინე. ნეიროლინგვისტური პრაქტიკა. არა, აი შემოქმედი თითქოს მოთხრობებს ვაწერინებ, რაღაც რაც პრომპტებს კითხვებს ვაძლევ და ექსპერიმენტი იყო ჩემი მხრიდან და ძალიან მაგარი შედეგები მოიტანა, იმიტომ რომ ადამიანებს უჭირთ თავის თავზე პირდაპირ პირში საუბარი და აი მესამე პირში რო წერდნენ როგორც პერსონაჟზე, ძალიან ისეთ ადგილებს შევეხეთ, რაც ესე საუბრის დროს არ იხსნება ხოლმე და ეგეც სამის ნაწილია. ძალიან საინტერესო. არსებობს ეგეთი პრაქტიკა? ალბათ კი. მე ესე არ ვიცი. ანუ რეალურად ჩენი მის იყო, რა ქვია, კრეატივი. კი, შემოქმედებითი, კი. რა საინტერესო. ეგ მომწონს ყველაზე მეტად, რომ რაღაც სულ ფიქრობ, რომ აი ერთი ნაკადიდან მეორე ნაკადში რა შეიძლება, რომ სხვანაირად გავაკეთო და ექსპერიმენტები ჩავატარო და ამ ყველაფერს ვიწერ და რაც მუშაობ ვიტოვებ და რაც არ მუშაობს თიშავ. და ძირითადად ქალები არიან თუ მამაკაცებიც ყავს ჯგუფში? ძირითადად ქალები იყვნენ, თუმცა ორი მამაკაცი ყავდა. ეხლა ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქალებისთვის გავხადო, რაღაცა თითქოს ეგ არის სწორი ნაბიჯი ამ ეტაპზე. თუმცა ხო, კაცებს არაფერს არ ვერჩი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისეთი გარემო იქნება ხოლმე და ისეთ პირადულ საკითხებსაც განიხილავენ, რომ თვითონ ამ ქალებს რომ მკითხე, მითხრეს, რომ ურჩევნიათ მხოლოდ ქალები ვიყოთ. მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ რაც უნდა მოხდეს ამ ქალების და კაცების ისე გაერთიანება, რომ შვიდად ვიყოთ ყველა და ყველა მოსაფრთხოდ იგრძნოს თავი, იმიტომ რომ კაცებს ძალიან ჭირდებათ და თან განსაკუთრებით საქართველოში. სხვაგან არ ვიცი, ხო, როგორ არის, მაგრამ მე მგონი ჩვენთან მაინც უფრო ხო რაღაცა აი რაც თქვი ხა რომ ქალებს მეც გამოცდილება მაქვს რომ სადაც აი ძალიან ფემინური ენერგიებია და მარტო ქალები ვართ უფრო სხვანაირად იხსნებით აი საკმარისი ერთი მამაკაციც იყოს ჯგუფში მაინც რაღაც დაბრკოლება გაქვს მე შეიძლება ბოლომდე ვერ თქვა შენი სათქმელი თითქოს ქალებს გვესმის ერთმანეთის და მამაკაცები არ ვიცი ხო და მე მაგაზე ვფიქრობ ბევრს რომ როგორ შეიძლება ეგ შევცვალოთ რომ აღარ ჩვენ არ დავიძაბოთ და მათაც უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი თუმცა ხო ეგ უფრო მომავალი წლის გეგმად მაქვს ეხა ქალებზე ვარ ორიენტირებული ხო იმიტომ რომ მაინც უფრო მესმის ეს ქალური გამოცდილება და ბევრი შიში რაც ქალს გვაქვს კაცს არ აქვს სხვათა შორის ეს აი რა განსხვავება რა შიშებით განსხვავდებით ну ეს განზოგადებულად რა ვთქვა რა თქმა უნდა კაცებსაც ეს ყველა შიში აქვთ მაგრამ აი ვისაც ვუყურებ ხო ვინც ჩანს დღეს თუნდაც ინსტაგრამ სოციალურ ქსელებში ან ტელევიზიაში ბევრად უფრო თავდაჯერებულები არიან ყველა კი ყველა სერვისში რასაც თავაზობენ სხვას ან
ბევრად უფრო დარწმუნებულები არიან მათ ფილოსოფიაში, რა ღირებულება შეაქვთ სხვების ცხოვრებაში, რომ იმსახურებენ იმ უკუგებას, რაც აქვთ, ხო? და ქალებს ძალიან ხშირად, რო ვაკვირდები, არ სჯერათ, არ არიან თლად დარწმუნებულები თავიანთ ფილოსოფიაში. აი უფრო ესე იწყებენ საუბარს, რომ ხო მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ხო აი უფრო რბილად, რაც რეალობაში მე მომწონს, იმიტომ როგორ შეიძლება რაც ეს ძალიან დარწმუნებული იყო ხისტად. მაგრამ ამის უკან უბრალოდ რაღაც დგას, თორე ისე ბევრად სასიამოვნო მოსასმენია ალბათ რომ მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვიღაც შეიძლება ღიზიანდება, რომ შენ ჩემს მაგივრად რატო საუბრობ და შეიძლება ეს თავდაცვითი მომენტიც არის, რომ ესე იწყებს საუბარს, ხო? ეგეც არის და ხა ხალი როცა ძალიან თავდაჯერებულია, უფრო თავხედი ჩანს. კაც უფრო უხდება ეს საზოგადოება თulis ეგრე მეგრე არ თვლი. კარგია რომ ქალის თავდაჯერებული იყოს, თავდაჯერებულობა მოაქვს ამ რაც თვითრეფლექსიას და ღრმად ჩაძიებას რა აი შენს ფიქრებში მე ინსტაგრამი რაშიც დამეხმარა რომ რატომ წამს ამის, რატო ვფიქრობ ასე. ეს ჩემთვის სიმართლეა, აი ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გამყარებს ძალიან და ვფიქრობ რომ ქალიც და კაციც უნდა იყოს დარწმუნებული მის დღევანდელ შეხედულებებში რა, არ უნდა მერყეობდეს ვიღაც ავტორიტეტით უცებ სხვა სიტყვის, ეგრევე მის აზრზე არ უნდა გადადიოდეს და ამას ხშირად ვხედავ ჩემს თავშიც და სხვა ქალებშიც. მაგრამ რა თქმა უნდა, ხო ჩვენაც გონება ღია უნდა გქონდეს და უნდა გვესმოდეს რომ არავის მეტი არ ვართ, არაფრით. და ეს თავმდაბლობა ყველამ უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ეგრეც არის, ხო? და შეიძლება აზრით შეგეცვალოს რაღაცას. რა თქმა უნდა, ხო, აი უფრო დრეკადი უნდა იყო მაგ ხრით. თავარია რაღაც ფუნდამენტური შენი რამდენიმე ღირებულება გქონდეს. რაზეც დგახარ. კი, და მაგაში ქალები ძალიან ისეთ მოწყვლადები ვართ, ჩემი გამოცდილებით. და ძალიან აღმართოვანებს ხოლმე ის ქალი, რომელიც თავდაჯერებულად საუბრობს და გვყავს ეგეთი რამდენიმე. თუმცა უფრო ახალგაზრდები იშვიათად. ეგ ერთი, მეორე, აი ფულის მიმართ ქალებს ძალიან ისეთი დამოკიდებულება გვაქვს თითქოს ძალიან ისეთი თემა არის. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ქალი თუ მიმღებია, ფულის მიმღებიც არიან. ჩემთვის არ აქვს ფულს რაღაც მასკულინური ენერგია, როგორც იცახიან ხოლმე. მგონია რომ ქალსაც ისევე შეუულია რომ ბევრი ფული გამოიმუშაოს და ჭირდება როგორც კაცს. შესაძლოა ქალს უფრო სჭირდება, კაცს თუ იმიჯისთვის სჭირდება, შეიძლება ქალს უფრო რავი მე რო წარმოვიდგენ რომ ძალიან ბევრი ფული მაქვს, სულ ისეთ რაღაცებს ვახმარ, რაც მომწონს ოჯახის წევრებს, რაც ჩემს მანქანა მინდა, ხო აი ჩემი თავისთვის არც კი არა, კაი თან კურო ვარ მე და მე ვარ მთვარით კურო. ამიტომ ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს. და რო ახსენე ფინანსები და მანამდე სხვანაირად ვიყავია, მინდა და მეკითხა კურო ხო არ ხარ თქო და არ დაგისვია კითხვა და კი, კურო ვარ. კურო ვარ, მაგრამ რაღაც ასცედენტი თუ ვერ ყვევიდი და მაგაში მე რაღაც წყალიც მყავს ასე რომ. ხო, ეს ფულის თემა, ხილვადობა, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა ზოგადად. ჩვენ ხომ მგონი პირველი თაობა ვართ ან მეორე, რომლებიც სწავლობთ დამოუკიდებლად არსებობას და ეს ყველაფერი მოყვება ჩვენ. შენებო კაცის გარეშე, ხო? კი, და ეს ძალიან ისეთი ნიუანსური თემა არის და ისეთ რაღაცებში ვლინდება ხოლმე მეც რო საერთოდ არ ველი და რამდენჯერაც მიფიქრია რომ ბოლომდე დამოუკიდებელი და ავტონომიური ვარ, უცებ დამინახავს რომ ხო, რთულია. ხო, თავისმოყოლია ძალიან ბევრი რაღაც, თუნდაც სიტყვა გათხოვება არის რაღაც სიტყვიდან. ნუ აი მართლა რაღაც ერთი ოჯახიდან გაგათხოვეს, თქვათ რაღაც ათხოვეს ვიღაცა შენ თავის სულ ყველგან ობჯექტიზაცია ხდება ქალის და მართლა ორი დღეა რაც ამაზე დავიწყეთ საუბარი და ძალიან შეიძლება დაოჯახებულიც არისო და თავიდანვე არისო დარწმუნებული იმაში რომ გავუმკლავდები მე მარტო მე ხო ქალი ვარ. ისეთ მომენტებში გამჩენია ეს ფიქრი რომ ჩემი თავის გამკვირვებია, მაგრამ გამჩენია და დამჯდარ ვარ და რაც გადამილახავს ეს რომ მე რა რო ქალი ხარ, ანუ ჩვენ თვითონაც არ გვჯერა ხოლმე რომ იმიტომ რომ თავს მოხვეული ესე გავიზარდეთ რეალურად. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ეს ყველაფერი ინტერნალიზებული არის და
მაგიტომ აი უფრო კარგად მესმის ეს ქალის ნიუანსები და ქალის გამოცდილება და მეც არ მოდივარ ისეთი წარსულიდან, სადაც ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, ძალიან ბევრი შიში მქონდა და ერთი უკიდურესობიდან ეხლა რაღაცა მეორე უკიდურესობაში შევდივარ ნელ-ნელა, რომ თავდაჯერებული ვხდები, ჯერა რომ ყველაფერი შემიძლია, ჯერა რომ თანასწორი ვარ ჩემი უნარებით და ჩემი მგონია რომ რაღაც სამყარო შეგვიძლია თანაბრად გავინაწილოთ ეგეთი რაღაცების უკვე მართლა მთელი გულით წამს და ამის რო წამს მე ხო უფრო წარმატებულიც ხდები, ბევრი კარი იხსნება და კაცებთანაც ბევრად უფრო ჰარმონიული ურთიერთობა გაქვს. ეხლა გამახსენდა ძალიან გავრცელებული დღემდე, რასაც საუბრობენ, რომ კაცის ტვინი. კაცის ტვინი აქვს. რო ამბობენ ქალზე თუ თქვა ტექნიკური საგნისკენ მიდის. ხო, მაგერან მოდის შიში, რაც მეც მქონდა თაკო, რომ შენ რო თქვი მეშინოდა, რომ არ დაინახონ, არ აღმოაჩინონ, რომ სინამდვილეში სულელი ვარ. და სინამდვილეში მე მივხვდი, რომ ცოტა სულელიც ვარ. ყველანი ვარ. არ არის სავალდებულო, რომ სუჭკვიანი იყო და რაც ამსაც მივიღე ჩემი თავი ყველანაირი, მე გამიატულდა და არაუშავს ახლა თუ ვიღაც იტყვის, რომ სულელი ვარ, არ მიყურებს და ამით დასრულდება. აბსოლუტურად კი. კი, აი მე მქონდა წიგნის კლუბი მქონდა ესეთი რაც პერიოდიც და ძალიან ესეთი ავტორები ავირჩია იმ მამარდაშვილი და სიმონ დე ბოვარი ითვლება რომ რაც ფილოსოფია არის საკმაოდ რთული წასაკითხი და აი მანდ გამიაქტიურდა უცებ რომ ნეტა ქალი თუ გავწუდები ამ სიურმეს და სულ ქალები ვიყავით წიგნის კლუბში და ძალიან ბევრი ვიცინეთ მაგაზე რა მე მგონია რომ სიღრმე პირიქით ქალს უფრო ანუ ის ინტელექტუალური სიღრმე ხო, ეგ რაც ნაწევრება, არ ვიცი, ტიპაჟს გააჩნია, ზოგი იმაში აძლიერი, ზოგი ამაში რა თქმა უნდა და ძალიან სტერეოტიპია, ვიღაც კაცი რაღაც სიღრმეში ვერ ჩადის და ქალი ჩადის ამ პირიქით, ხო? და მაგიტო რა თქმა უნდა ეს რომ ყველაფერი სტერეოტიპებია. კი, სტერეოტიპებია ნამდვილად და მაგის მე მგონი კაცებსაც აღარ სჯერათ უკვე, იმიტომ რომ ქალები მაგალითად მე ძალიან დიდ კორპორაციაში მუშაობდი და ყველაზე ისეთ ინტელექტუალურ სამუშაოებს ქალებიც იგივენაირად იყოფდნენ როგორც კაცები და სხვადასხვა უნარები გვაქვს ნამდვილად, ხო, ან მოლაპარაკებებში უფრო ქალები იყვნენ ძლიერები და ხო, არის რაღაცები, რომ მაგალითად კაცი შეიძლება უფრო სტაბილური იყოს ცალსახად ჰორმონებიდან გამომდინარე. ცალსახად, თუმცა ჩემს არასტაბილურობასაც დღეს დადებითი ჭრილიდან ვუყურებ და გააჩნია რომელ ფაზაში ვარ. თვის სხვადასხვა უნარები მივითარდება. ეგ ძალიან საინტერესო დაკვირვება იყო. ეხლა მაგალითად ჩემი ძლიერი მხარე არ არის რომ პოდკასტში ვიყო, მაგრამ ესე დაემთხვა. ანუ უკვე ზუსტად ვიცი რომ კვირაში ფაზაში მესმის. როგორი ენერგია მაქვს. მაგრამ ამასაც ტესტავ. ეხლა ვარ უფრო ესე ინტუიცია არის ძალიან განვითარებული და უფრო შიგნით ვარ შესული ასე თქვა ჩემს ნაჭუჭში. ზოგჯერ მაქვს ხოლმე რომ პირიქით ძალიან გამოხატულად ის ვარ ექსპრესიული და ურთიერთობა მინდება რა და შესაბამისად გეგმავ ჩემს საქმიანობასაც, რომ აი ამ დროს შეხვედრები მნიშვნელოვანი ჩავნიშნო, ამ დროს უფრო ადმინისტრაციული ტასკები და ძალიან სიამოვნებს, ძალიან საინტერესოა, ხო, სულ სტაბილური ნამდვილად არ ვარ. და ეგ ძლიერიც არის და სისუსტეც რაღაც ხრივ, ხო? რა თქმა უნდა, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ საკუთარ სხეულს, საკუთარ თავს. და ხო, ეს არის ჩვენი ძალა, როდესაც შენ იცნობ, იღებ შენ თავს ისეთიც, როგორიც ხარ, რაღაც მოლოდინები არ გაქვს. მართლა, რა ვიცი, თუ მართლა ყველაზე ჭკვიანი გონია შენი თავი, ესეც ძალიან პრობლემაა, რა თქმა უნდა. კი. და საერთოდ ისედაც თუ ყველაფერი გგონია, რომ ვიღაცაზე მეტი ხარ და ნუ ხო მგონია, რომ ისევ სულიერებასთან მივდივართ. და განათლებასთან, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი განათლება გაქვს და რაც უფრო მეც სწავლობ, მით უფრო ხვდები რა ცოტა იცი. მაგალითად, ჩემი ცოდნა დღეს ფსიქოლოგიაში ბევრად უფრო დიდი არის, ვიდრე იყო 5 წლის წინ. მაგრამ 5 წლის წინ შემეძლო, რომ ძალიან ესე მკაფიოდ მე თქვა, რომ არა ესე არის. დღეს უკვე ესე რაღაცას რო ამტკიცებენ და ზოგადად პირდაპირ რაღაცას მიაწერენ, მე უფრო სხვანაირად ვხედავ, რომ შეიძლება მაგის ბრალი იყოს, შეიძლება რაცა იმ ინდივიდუალური ადამიანის აბსოლუტურად სხვა გამოცდილება იწვევდეს მაგას და ხო, აი, ეგრაც მტკიცებითი ფორმით რაღაცების ლაპარაკი, ბევრად უფრო მცირდება, როცა ბევრი ინფორმაციას ეცნობი. როცა ერთი წიგნი გაქვს წაკითხული.
ხო, აი მარტო ერთი სკოლა თუ გაქვს კი. დამთავრებული და ხო, რაღაც მარტო ეგ თუ გაქვს ნანახი, ბევრად უფრო ვიწრო ხედვა გაქვს და მე 10 სხვადასხვა სკოლას რო გაეცნობი, მე უფრო რაღაც მომენტში მე თან ხვდები, რომ არაფერი არის. კი. ხო, მე ხა ხო, მე ზოგადად ისედაც სულ ფიქრობ, რომ არ არის საკმარისი რაც ვიცი და სულ უფრო და უფრო მეც ვსწავლობ და ალბათ 10 წლის მერე ვიტყვი, რომ 10 წლის უკან არ ვიცოდი ის რამდენიც ახლა ვიცი, მაგრამ განათლებაც მოკლედ მნიშვნელოვანი არის. აუცილებლად, რა თქმა უნდა. ხო, ეს ინტელექტუალური განათლება. პიროვნული ზრდა, ინტელექტუალური განათლება, ხო, ერთად არის კარგი სინთეზი. კი, ინტელექტუალურადაც, ხო, ინტელექტუალურად, ფიზიკურად და სულიერად და ნატა და რამდენად მნიშვნელოვანია ქალებისთვის, თქვათ, გაბედვა, აი ამ რაღაც საქმიანობის კუთხით, როგორც თქვათ, მე გადავდგინა ბიჭი, თქვათ და დავიწყე ჩემი ახალი საქმიანობა. მანდაც ვფიქრობ, რომ ყველა მესნაბიჯი არ უნდა გადადგას, ესეც რაღაც ხრივ არასწორი აზრია, რომ ყველას უბიძგოთ, რომ საკუთარი საქმე დაიწყოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამასაც თავისი პერიოდი აქვს, გააჩნია, ეხლა ცხოვრების რა ტალღაზე ხარ, მე რაც 5 წლის წინ რო დამეწყო, ვერ შევძლებდი გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ ვცადე. მაგრამ ვისაც აქვს ეს ხასიათი ეგეთი, რომ ფიქრობს, რომ საკუთარი საქმე უნდა გააკეთოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კონკრეტული ადამიანი არის რა, ასეთი მარტო რაღაც მომიზეზება აქვთ ხოლმე ასეთი, რომ აი არ შემილია უბრალოდ ზედამხედველი რომ მყავდეს და ეგ თლად სწორი ანუ არ მგონია რომ მხოლოდ ეგ მიზეზი საკმარისი იყოს, იმიტომ რომ ზედამხედველი სულ ყავს რა, თუნდაც ის მომხმარებელი ვინ ჩვენთან მოდის, სულ ხარ ვიღაცასთან ანგარიშვალდებული. მანდ ხშირად ის მომენტი არის ხოლმე, რომ ადამიანებს ავტორიტეტის მიუღებლობა აქვთ და ეს ეგო ერთვებად ძალიან. მეც მადრიდში რომ მუშაობდი, ერთი გოგო მოიყვანეს ჩემი თანამშრომელი, რომელთანაც ძალიან დავმეგობრდი და ბრახ 1 წლის მერე ჩემს მენეჯერად დანიშნეს და აი ძალიან ისეთ სერიოზულ განცდებში ვიყავი რა, რომ აი როგორ და ეხა მე ამან უნდა მიკონტროლოს და ისიც აღმოჩნდა ისეთი მენეჯერი რა, დეტალებს რო გიკონტროლებს და მან სხვათა შორის ძალიან მაგარი გაკვეთილები ვისწავლე. მანდ აღმოვაჩინე თავიდან მეგონა რომ ეს გოგო ყველანაირად უვარგისია და არ იცის როგორი მენეჯერი იყოს და შემდეგ და მე მივხვდი რომ გულის სიღრმეში მე მისი ადგილის დაკავება მინდოდა, ანუ იყო იქ რაც პატარა შურიც. ძალიან ხშირია, როდესაც შენ არაადეკვატურად აფასებ შენს გამოცდილებას და გონია რომ მასზე კარგად გააკეთებ რაღაცას. მაგრამ მის სიტუაციაში რო იყო უარესად მოიქცევი ალბათ, იმიტომ რომ მას სხვა ინფორმაციაზე აქვს წვდომა ზოგადად და მე აი რაღაც სანამ სამსახურიდან წამოვიდოდი, ყველანაირად მე ვეცადე რომ ეს რაღაცა ეგოცენტრული დამოკიდებულება ჩემი მენეჯერის მიმართ ჩამეხსნა და ეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიროვნული ის იყო ჩემთვის, რომ ეგ შევძელი რა, ეგეთ სტრესულ მომენტში და მე უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ აუტანელია ჩემთვის ესეთ რუტინაში ცხოვრება და მუშაობა. იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემს თავზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო. აი ეგ მომენტი მქონდა, რომ უფრო დიდი სისწრაფით მინდა განვითარდე, ვიდრე სამსახური მთავაზობს. და სამსახური როცა დიდია და კორპორაციაში როცა მუშაობ, სულ რო ძალიან მაგარი კადრი იყო, არ ხდება ეგრე სწრაფად რა, იმ კიბეზე ასვლა. დამოკიდებული ხარ გარემოზე და ასევე მივხვდი რომ აი ძალიან მინდოდა შემოქმედებითად რაღაცების კეთება და აი ბევრად უფრო ისეთი ტიპი ვარ, ერთმანეთსგან განსხვავებული რაღაცები მაინტერესებს და ზუსტად ეგ არის მეწარმე, რომ შენ მზად ხარ, რომ ძალიან განსხვავებულ ტასკებს გაუმკლავდე და რაც ვებსაიტიც გააკეთო, ისიც გააკეთო, ესეც გააკეთო, განსაკუთრებით როცა ჯერ ფულად ინვესტიციის ჩადება არ შეგიძლია. და ვისაც ამის სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა სცადოს მეწარმეობა და საკუთარი ბიზნესის ქონა. თუმცა მეც ამას ვუდგები ძალიან ყველაზე მეტად ვაკვირდები იმას, რომ სიამოვნებს თუ არა ეს პროცესი. იმიტომ რომ იმდენ ძალისხმევას მოითხოვს და
ისეთი სტრესულია, რომ აი როგორც ქალი, ხო, ძალიან ბევრ ყურადღებას ვაქცევ მაგას, რომ აი ენერგიას როგორ ვანაწილებ, რამდენად იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, რამდენად ისეთი მარკეტინგული ენა მაქვს, რომელიც ჩემს ღირებულებებს შეესაბამება. ანუ აი ბიზნესშიც მაინც ამ სულიერებას ვხედავ, მაგის თქმა მინდა. მე მგონია, რომ მომავალში ძალიან მინდა, რომ მაგ საკითხშიც დავეხმარო ადამიანებს, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა, რომ აი ამ ემოციურ მხარეს ჯანსაღად გაუმკლავდეს. და ისეთი ბიზნესი შექმნას, როგორიც მას უნდა და არა ისეთი, როგორიც წესია, რომ უნდა გააკეთო, ხო, ეს რაც დომინანტობა, შეიძლება შენთვის არ იყოს ეგ დომინანტობა და ყველაზე ღირებული იყოს ღრმა პოსტების დადება, რომელიც მარტო 20 ადამიანს ეხმიანება, ხო, აი შენი გზის არჩევა და ემოციური ტევადობის გახსნა და გაზრდა ძალიან ჯანსაღად, რომ არ გადაიწვა ამ პროცესში და აქ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენს ციკლზე დაკვირვებას, რას როგორ იკვებები, როგორ გძინავს, როგორ უმკლავდები ამ ემოციებს. ხო და ნორმალურად ვწმუნდები, რომ ბიზნესიც არის რაც პიროვნული ზრდა და სულიერი ზრდა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგ არის მთავარი. და არა ის, რომ რაც საქმიანობას ვაკეთებ. ეს ჩემი საქმე მეხმარება, რომ ყველაზე სწრაფად განვითარდე და ყველაზე სიღრმისეულად, იმიტომ რომ კომპანია ვერ ჩაგაგდებს ისეთ სიტუაციებში, როგორშიც ახლა მე ვარდები ჩემი საქმიანობის გამო. კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე დისკომფორტის შემცველი იყო ხოლმე რამე ძალიან დიდ სტეიქჰოლდერებთან საუბარი. რაღაც, მაგრამ მაგის იქეთ ხო უფრო რუტინა არის მაინც და სხვაზე ხარ დამოკიდებული. ხო, აქ უფრო კრეატიული ნაწილია ჩართული. კი, და ბევრად მეტი ღელვა, იმიტომ რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობაც. კი. რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შენ იღებ პასუხისმგებლობას რეალურად მარტო რო ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა რა, თუ ცდები. გააჩნია, ხო, ალბათ გააჩნია რა პოზიციაზე მუშაობ, სად მუშაობ, მაგასთან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხო, შენ ხარ შენი თავის ბოსი. აი მაგას გულისხმობ, ანგარიშვალდებული შენ თავთან ხარ. იქ მაინც ვიღაცას ვალდებული ხარ, რაღაც ბიძგს გაძლევს ის, რომ გააკეთო, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს და აქ რაღაც შენი არჩევანია, შენ თავთან ხარ ანგარიშვალდებული და ჩემთვის უფრო გამოწვევა არის. ხო, ბევრს მარტივი გონია ხოლმე ეგ, რომ თუ ჩემი თავის მენეჯერიც მე ვარ და ყველაფერი მე ვარ, მაშინ რა მარტივი იქნება. ხო, აი გვიგულისხმო. მაგ დროს ყველაზე მეტი ტრავმა მანდ დავინახე მე ჩემი, რომ ეს მუდმივი მუშაობა და ხო, გაუჩერებლობა ძალიან წინ წამოიწია, როცა ჩემი საქმე დავიწყე და ხო, ისეთი გამოწვევები დაგხვდება, რაც არ იცი საერთოდ, რომ შეიძლება გქონდეს. თუმცა სამსახურში შეიძლება ძალიან ისე სწრაფად განვითარდე რა. აი გააჩნია ეტაპს. გააჩნია ეტაპს და არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ ეხლა თუ სადმე არის დაქირავებული მუშაკი ან რომელიმე კომპანიაში მუშაობს, ანუ რაღაცას ცუდს აკეთებს, ანუ ვერ ვითარდება, იქაც არის ძალიან ბევრი გაკვეთილი. თუნდაც აი შენს კოლეგებს როგორ ელაპარაკები, საქმეს როგორ უდგები, მენეჯერთან რა ურთიერთობა გაქვს. მანდ ჩანს ყველაზე დიდი ეგო. გუნდში მუშაობაში, ხო? ხო, და აი მენეჯერ ავტორიტეტის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს. და აი მაგ დროს ჩანს ხოლმე, აი რეალურად ადეკვატურად აფასებ თუ არა შენს თავს, მან ჩანს ხოლმე ძალიან და მე რაც პოსტი დავდა ინსტაგრამზე ადრე, ეს გამოცდილება გავაზიარე ჩემს მენეჯერთან ურთიერთობის და ბევრი გაღიზიანდა მაგაზე, რომ აბა მე დედა ხო არ ვიქნები ჩემი მენეჯერის. ხო, აქეთ უნდა გადამყვეს თავზე. ანუ შენ რა გააზიარე, რომ? მე გავაზიარე ის, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მეორე ადამიანზე ვართ გაღიზიანებული და როცა მხოლოდ მასში ვხედავთ ნაკლს, ზოგჯერ საჭირო არის, რომ ჩვენი ქუჩის მხარეც დავინახოთ და დავფიქრდეთ ეს ჩემი კომპლექსებიდან და ჩემი ამბიციებიდან ხარ არის გამოწვეული ეს ყველაფერი. ყველა მენეჯერს აქვს ნაკლი, არ შემხვედრია მენეჯერი, რომელსაც ნაკლი არ აქვს და მისი გადმოსახედიდან ჩვენც ძალიან ბევრი ნაკლი გვაქვს და არ უნდა ითვლებოდეს ის, რომ აი რადგან მენეჯერია, საერთოდ არც უნდა ვეცადოთ, რომ მასთან რაც ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. მენეჯერიც ეგრე უნდა უყურებდეს, ასე ვფიქრობ და დაქვემდებარებულიც. და ეს არ ნიშნავს აი
ხო, მენეჯერის ქონა არ ნიშნავს, რომ აცით ნაკლები ხარ მასზე, ხო? გარემოში მოხვდი, სადაც უნდა ისწავლო და განვითარდა მეტი არაფერი. და რამ გამოიწვია გაღიზიანება? ძალიან ჯანსაღი რაღაც კითხვამს. პოსტი, რა ვიცი. გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის უკმაყოფილო მენეჯერით. საქართველოში მე არ მიმუშავია. ხელფასით ალბათ, ხო, მიდგომით, ხო. დარწმუნებული ზოგადად ვარ. ქართველებს ისედაც ძალიან გვიჭირს ვიღაცის დაქვემდებარებაში ყოფნა. მე თვითონ მაქვს წიგნების მაღაზია და კაფე. და სანამ აი ძალიან მეგობრული და თხოვნებით ურთიერთობა არ ჩამოვაყალიბეთ, ძალიან უჭირთ შენიშვნის მიღება. ზოგადად და არა და რეალურად შენიშვნა შეიძლება იყოს კონკრეტულად ხარისხის გამო, ხო? და თუ შენ ხარისხი არ გააკონტროლე, ფიზიკურად ვეღარ იმუშავებ. და ხო შენიშვნის მიღება ძალიან გვიჭირს ზოგადად, არ ვიცი, ხო, ქართველებზე ვიტყვი, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში არ ყოფილ ვარ ამ სიტუაციაში, მაგრამ ხო, მე რომ უკვე ხა წლები რომ ერთად მუშაობთ, მე უკვე რაღაც მეგობრობაში გადადის და უფრო ხო რაღაც ესეთი გარემო, მოკლედ ჩემი გამოცდილებით ესეთი გარემო სანამ არ შევქმენით, რომ გუნდი ვართ ჩვენ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, ხარისხი უნდა დავდოთ, მე ვარ თქვათ ის ადამიანი, რომელიც ამას ვაფასებ. სანამ აი აქამდე არ მივედით, ხო ძალიან რთული იყო ეს რაღაც იერარქიული ურთიერთობა და გვიჭირს ძალიან და ალბათ ხო გუნდურობა და მეგობრულობა მგონია რომ რაღაც ეს არის გამოსავალი საქართველოში. ხო, შენი შემთხვევა დარწმუნებული ვარ განსხვავებული იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასევე რომ ბევრ კომპანიაში მენეჯერიც ძალიან ამპარტავნულად უდგება ალბათ გუნდს და ხო ეს რაღაცა კაცრი მასწავლებლის როლიდან უნდა გამოვიდეთ და მე რო შენიშვნას მაძლევდნენ, თავიდან მეც ეგეთი რეაქცია მქონდა, მე რო ბოლოდ მივხვდი რომ ჩემს ესპანელ თანამშრომლებს აბსოლუტურად სხვა რეაქცია ჰქონდათ და მაგან ძალიან გამზარდა და მივხვდი რომ ეს უკავშირი მე მეხმარება რომ ეს პიროვნული რაც ის კი არ არის შეურაცხყოფა რომ შენ ესეთი ხარ. არა ის ადამიანი რომელიც ტყუილად არ არის შენი მენეჯერი ყოველ შემთხვევაში ესპანეთში რა მეტი გამოცდილება აქვს და მეტი უნარი აქვს გეუბნება რომ სხვანაირად უნდა გააკეთო და თუ იმ კომპანიაში ხარ რაც უნდა გაითვალისწინო და ეგრე გაიზრდები ძალიან ხო ეტყობა მაგან გააღიზიანა ხო ზუსტად ქართველები რომ ისეთი ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვთ მენეჯერებთან რაც მესმის და სავარაუდოდ ხელფასიც ვერ არის ისეთი ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ალბათ აი ეს ყველაფერი ერთად მოკლედ იწვევს ამ გააღიზიანებას. აბსოლუტურად მესმის მე არ მიმუშავია საქართველოში და არ მაქვს ეგეთი ხედვა როგორიც მათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე არის და ვიღაცამ ნაბიჯი უნდა გადადგას რა და არავის არ უნდა ამ ჯანსაღი ურთიერთობისკენ ნაბიჯის გადადგმა და ვიღაცამ უნდა გაუღოს გული რა მეორე ადამიანს და აღიაროს რომ შურს ამის და მინდა მის ადგილას ვიყო. და მე ის აღიაროს რომ ჯერ არ მაქვს იმის თავი რომ ეგ გავაკეთო. შურზე ისე მარტივად საუბრობ ჩვენთან ხო იცი სტიგმა არის რომ ოხ როგორ უნდა შემშურდეს და არა და ჩვეულებრივი ადამიანური ესე იგი ის არის რაღაც თვისება. ხო არ ვიცი რამდენი ჩვეულებრივი ხო ჩვეულებრივი არის ნამდვილად გეთანხმები მაგაში, მაგრამ აი ეს ბოლო პერიოდი შურს დიდად აღარ განვიცდი. აი გუნდა მეთქვა, გააჩნია რა ეტაპზე ხარ განვითარების, მაგრამ ადამიანი არ მეგულება, ვისაც შური გამოცდილი არ კონდეს. უბრალოდ, როდესაც შენ უკვე სამყაროს იღებ ისე, რომ ანუ მოკლედ იმ ფილოსოფიით უყურებ, რომ ყველაფერი რაც შენს ირგვლივ ხდება, ეს უნდა მოხდეს და შენი გამოწვეულია, მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში და ან მასწავლებელი ან ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მანდ უკვე ვერაფრის ვეღარ შეგშურდება, იმიტომ რომ ფილოსოფია გაქვს შეცვლილი ზოგადად შენი ცხოვრებისადმი და ეს არის, მაგრამ სადღაც ხო იყო ეტაპი, სადაც არ უყურებდი ესე. კი, აი შური ჩემ შემთხვევაში ხდებოდა მაშინ, როცა ვიღაცას ჰქონდა ის, რაც მე მინდოდა, მაგრამ მე არ მჯეროდა, რომ შემეძლო მაგის მიღწევა და დღეს უკვე მჯერა რომ შემიძლია ნებისმიერ ამის მიღწევა, თუ ადამიანში რაღაც თვისება მომწონს, უფრო აღფრთოვანებას იწვევს ეს, რომ ვანახეთ აკო როგორი თავდაჯერებული არის და აი ნეტა როგორ მივიდა მაგამდე და შეიძლება შენთან ვიმეგობრო კიდევაც, რომ ეგ გადმოვიღო მერე და არა ის, რომ ხო არ მიყვარს და რაც მიზეზებს იგონებ, რატო არ გიყვარს თაკო, არა და რეალობაში ძალიან გიყვარს. ეგ არის შური, რომ შენს თავთან გიჭირს მაგის აღიარება, ძალიან ხშირი არის.
განსაკუთრებით ხო ეს ძალაუფლება ხო ყველას გვინდა და ეს ავტორიტეტს რო ხედავთ, ხო, ძალიან ადამიანურია რომ შეგშურდეს და მაგის თანახმად მნიშვნელოვანი არის მგონია რომ რაღაც ეტაპზე დაინახავს ადამიანი რომ ვიღაცის შეშურებია შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ it's okay რა. ბუნებრივია რა ამის თქმა მინდა. კი. ხო, აი ბოლოში რისი თქმაც და გაზიარებაც მომინდებოდა სხვებისთვის არის ის, რომ გარეგანი წარმატება, აი ნებისმიერი გარეგანი ქმედება იწყება შინაგანი წარმატებით. ჩემ შემთხვევაში ზუსტად ეგრე მოხდა, რომ სანამ რაიმე გარეგან ნაბიჯს გადავდგამდი და რაიმე წარმატებას მივაღწევდი, რამდენიმე წელი ვიყავი ამ შიდა საქმეებით დაკავებული. და ეს ყველაფერი ძალიან დაკავშირებული არის ერთმანეთთან, ასე რომ ეს პიროვნული განვითარება ეხა ძალიან ცნობილი გახდა საქართველოშიც. და ძალიან მახარებს ეგ ამბავი. მეც ძალიან მახარებს. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი ჩემთანაც აი პროგრამებში ისეთი ქალები მოდიან, რომ აი გაუცებული ვარ, რამხელა ცოდნა აქვთ და რამდენი რამე უნახავთ და გაუგიათ. ცნობიერება ძალიან გაზრდილია. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა ადამიანს ხვდები, ვინც ეგრე ცხოვრობს. ხო და გონია რომ ძალიან ბევრი რამე ვიცით და უკვე არის იმის დრო, რომ აი დავიწყოთ რა, აი მაგ ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება და აი ძალიან პატარა ნაბიჯებით, აი სადღაც არა ვთქვათ, სადაც გვინდა რომ არა ვთქვათ, სადღაც არ ვიცი, ერთხელ წავიდეთ იმ სავარჯიშო დარბაზში, ერთხელ გავბედოთ მისვლა მიუხედავად იმისა, რომ გვეშინია, აი მართლა დავიწყოთ უკვე რეალურად მოქმედება. ეს არის ყველაზე მაგარი და აი ვერასდროს თეორიული ცოდნა ამას ვერ შეედრება. მხოლოდ ის ვიცით, რასაც ვიყენებთ, რეალობაში ეგ არის. ძალიან კარგია განათლება ამ ხრივ, მაგრამ მინდა რომ აი გავხსნათ ზოგადად ქართველებმა გული და აი დავიწყოთ რაღაც აქტიურად საინტერესო რაღაცების კეთება ჩვენს ცხოვრებაში, გავბედოთ, შევეშვათ ამდენი ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღებას, და ამდენ ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნას, ცოტა ხანი მე მგონი ქალი მარტოც უნდა იყოს და თუ არ შეუძლია მარტო ყოფნა, მაგაზეც უნდა დაფიქრდეს რატო და აი მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რაც ხდება დღეს, მაინც ბევრ ქალთან მაქვს შეხება და ვამაყობ, რომ ეგეთი ხალხი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მართლა აი განცდა მიჩნდება. ხო, სავარაუდოდ ესეთი ხალხი მოდის, ვინც უკვე დაინტერესებულია საკუთარ თავზე მუშაობით, მაგრამ აი არავინ ზედმეტად არ იჭრება ჩემს საზღვრებში, პატივისცემა, სიყვარული, მაგის მეტი არაფერი არ მიგწნია და მინდა რომ ეგ უფრო გამოჩნდეს საზოგადოებაშიც და დარწმუნებული ვარ რომ გამოჩნდება, იმიტომ რომ ბევრი კაი ადამიანი ვყავს ძალიან, მაგის თქმა მინდოდა ბოლოს და მიხარია რომ დავბრუნდი. თბილისში. მე ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ და ძალიან მალე გავიდა ჩემთვის დრო. ჩემთვისაც ძალიან დიდი მადლობა თაკო. გამიხარდა რომ გაგიცნო. მეც ძალიან. ისაც ესეთი ლამაზი ხარ როგორც ვიდეოებში. მადლობა.